მოგესალმებით, მე და ჩემი მეგობრები ყოველ კვირა მოვდივართ ხოლმე თქვენს მოსასმენად და ძალიან გამიხარდა რომ გაგიცანით და დღეს უკვე ფაქტიურად ჩემი სტუმარი ხართ, ამასაც უცებ გაგიკეთებთ. აი ესე. აბა მოკალათით. დღევანდელი ჩვენი ვლოგის სტუმარია მუსიკოსი, არაჩვეულებრივი ქალბატონი ნინო ჩიტაძე. ჩვენთან ერთად შეიძლება შევარჩიოთ ქალბატონი გიხოცებით. კარგი. ოკეი. ადამიანი ნინო ჩიტაძე. თითქოს არც მიხდება ეს სიტყვა რაღაცნაირად. ზოგადად ჩვენი რესპონდენტები ძალიან საინტერესო ამბებს გვიყვებიან და ახლა აი თქვენი დროც დადგა შესაბამისად ძალიან გვაინტერესებს თქვენ ამჯერად რისი თქმა გინდათ. ჩემი პატარა ისტორია შეეხება თუ როგორ გახდა მარცხი ჩემი ადამიანური ჩამოყალიბების და ასე ვთქვათ რელსებზე დადგომის წინა პირობა და აი რისი თქმა მინდა რუსკა. როდესაც რამოდენიმე წლის წინ ვსწავლობდი კონსერვატორიაში, ბაკალავრიატი დავამთავრე და მსურდა მაგისტრატურაში გამეგრძელებინა სწავლა. მუსიკალური საგნები ჩვეულებრივ ჩავაბარე, ძალიან კარგად ჩვეულებრივად. კარგი ქულებიც დავიმსახურე, თუმცა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ზოგადი უნარების გამოცდების ჩაბარებისას ვერ მოაგროვე საკმარისი ქულები, რომ ბარიერი გადამელახა და გამეგრძელებინა სწავლა. ნინო, ანუ თქვენ გაგზარდათ ხო ამ ყველაფერმა და თითქოს სწორ გზაზე დაგაყენათ. მართალია პირველ ჯერზე ის გამოცდა ვერ ჩავაბარე, მაგრამ ეს ჩემი ვერ ჩაბარება და ჩაჭრა აღმოჩნდა ჩემი დიდი мотиваცია, სტიმული და ჩამოყალიბების დიდი წინაპირობა. და შემდეგ უკვე როგორ გამვითარდა თქვენი ცხოვრება აი ამ მარცხის შემდეგ? ჩემი შემდგომი ცხოვრება ხელახალი მომზადების პერიოდში უფრო გახდა უფრო გაცნობიერებული, უფრო უკეთესი ცხადია. გავხდი უკეთესი შვილი, უკეთესი მეგობარი, როგორც პროფესიონალი უფრო მეტად ჩამოყალიბებული გავხდი. დიახ და უფრო მეტად ვაღწევდი მიზნებს. ჩემი სათქმელიც ეს არის, რომ უნდა შეგვეცვლოს ჩვენი შეცდომების მიღება, რომ წარმოვიდგინოთ, უნდა აღვიქვათ, რომ ეს არ არის ტრაგედია, ეს არ არის საშიში, ყველაფერი კარგიც და ცუდიც ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს სასიკეთოდ ხდება. თუ რამე ისეთი იმ წუთას არ მოსაწონი მოხდა ჩვენს ცხოვრებაში, უნდა მაინც მოვძებნოთ მასში რა არის კარგი, ვინ იცის ეს წყალებში ვიტყვი და ცუდი, რანაირი ტრამპლინი და რანაირი ბიძგი აღმოჩნდეს ჩვენი შემდგომი პროფესიონალური კინ ცხოვრებისეული განვითარების მხრივ. ნინო, მოკლედ ისეთი ისტორია მოგვიყევით, რომ ჩემთვის მაგალითად ხართ მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება რომ мотиваცია მივცეთ ადამიანებს და თქვენი მარცხი ნინო, ანუ ფაქტიურად გადააქციეთ შესაძლებლობად და უღრმესი მადლობა ამ ყველაფრისთვის, რომ აი ესეთი საინტერესო ისტორია მოგვიყევით.